ლამპიონები. ეხლა უნდა ჩავწერო დაკავებამდე ინტერვიუ. ყველ გეშინიადენი. ჯაფარა არის ადამიანი, რომელთანაც არასდროს არ შეგვითანხმებია კითხვები. ეს მე ჯო უილსონს ჩავუგდეთ, რომ დაჭერამდე ბოლო ინტერვიუზე ნახე რა ქანდაკება ერგა წინ თქო. კარგი, კამერები ლეგზია, ერთი სინქრონიზმისთვის, მონტაჟისთვის ერთი კლაპი. მიდი. დავიწყეთ. მე ვაინტერესებს ზოგადად ყველაფერი იმის შესახებ, საერთოდ როგორ გაგიჩნდა პროტესტის გრძნობა, რა იყო ბავშვობაში თუნდაც შენთვის პროტესტი, როგორ გამოხატავდი, რას აპროტესტებდი და აი ეს შინაგანად რა გახსოვს, საიდან დაიწყო შენთვის უსამართლობის განცდა? პირველი პროტესტი ალბათ იყო სკოლის დავალებები რომ მქონა გასაკეთებელი. და მაგრამ ეს ზარებოდა რაღაცები. აუ რაღაცები მაინტერესებდა, მათემატიკა მაინტერესებდა. რაც მაინტერესებდა იმას პრინციპში ვაკეთებდი მათემატიკა, ქიმია, ტექნიკურ საგნებს რო ეძახიან, ეგეთი რაღაცები უფრო მიზიდავდა, მაგრამ ბევრი თუ იყო წასაკითხი, ეგ მიშლიდა ხოლმე ნერვებს. და ნუ რა პირველი პროტესტი ხა უცებ თავში რაც მოვიდა, ეგ იყო რომ განსაკუთრებით ისტორიის სახელმძღვანელოში მახსოვს არქეოლოგიურ გათხრებზე რო იყო ხოლმე ეხატა რაღაცა ფილა აღმოაჩინეს და ეს აღმოაჩინეს და ის აღმოაჩინეს და აი მაგრა რო ინტერესებდა და დალი ეგ იყო ხოლმე 20 გვერდი და რაც მაინტერესებდა რაღაც ომი და რაღაცა სადაც იყო და რაღაცა ის იმაზე ცოტა იყო ხოლმე და ხო პირველი პროტესტი ალბათ ეგ იყო რომ მაგას ვაპროტესტებდი რომ არ მაინტერესებდა ეგეთი რაღაცების საკითხვა რაღაცა პერიოდი იყო ოღონდ ეგ მე შემეცვალა მე რა მაინტერესა და ხო რა პირველი პროტესტი ალბათ ეგ აი მაქედან უფრო ცოტა ზრდასრულ ასაკში რო გადადიხარ შენს მეხსიერებაში როდის იწყება რუსთაველზე გამოსვლა და რუსთაველზე რა გააპროტესტე პირველი რუსთაველზე პირველად ვარ გასული 88-ში მე ჩემი ძმა მამა ჩემი ბიძა ჩემი მაშინ დაიწყო ეროვნული მოძრაობა, უბრალოდ დაწყებული იყო, მაგრამ მაშინ ქუჩაში გამოვიდა უფრო მასიურად. და 88 იყო, როცა ამოძრავდნენ და რუსთაველზე და მაგრამ მარტო რუსთაველზე ეხლა რაღაც მარშები რო გაქვს ხოლმე აქედან იქამდე მარში მაგალითად მანქანებით ჰქონდა მარში და ქაქუცა ჩოლოღაშვილის სახლ-მუზეუმში ვიყავით ასული. წავედით რაღაც ბევრის. ეგენი მახსოვს ხო ბავშვობიდან. რამდენი წლის ყამაში? 12-ის. ნუ მამა ჩემი და ბიძა ჩემის დამსახურება იყო გამბავი, მაგრამ მე და ჩემი ძმა დავყვებოდით რა. 88-ში იყო პირველად რო გავედით და მე სულ დავდიოდით იპოდრომზე იყო რაღაც მიტინგები, იქაც დავდიოდით. მაშინ მიტინგი იყო და განსხვავებული იყო ეხლანდელისგან. მაშინ ამდენი საინფორმაციო წყარო ცხადე არ არსებობდა. არ მიტინგზე მართლა იმიტომ მიდიოდი რომ ვიღაცის მოგესმინა. ისე ვერ მოусმენდი, იმიტომ რომ მაგ ხალხს ისე ვერსად ვერ ნახავდი რომ მოგესმინა და მაშინდელი გამოსვლები მიტინგზე და თან ესეთი გრძელი სპიჩები იყო ისეთი იყო ინფორმაციული იყო ანუ ისმენდი და მართლა რაღაცა ახალს იგებდი და საინტერესოც იყო რა ეხლა რთულია 24 საათი ეთერში ხარ ან ტელევიზორში ლაპარაკობ ან სოციალებში ლაპარაკობ რა თუ რამე გაქვს სათქმელი სადაც გინდა თქვი ანუ მაშინ ეგრე არ იყო მაგრამ ისეთი იყო საინტერესო იყო აი მაგ პერიოდიდან დღევანდელ დღემდე რა არის შენთვის ის მნიშვნელოვანი თარიღები, რომელსაც გამოარჩევდი პროტესტის მხრივ? აი, ჩვენ სულ ვამბობთ ხოლმე მეგობრები ერთმანეთშიც, რომ ჩვენი ცხოვრება იყოფა რაღაც კონკრეტული აქციიდან აქციამდე, რაღაც პირველი რუსული კანონი, მეორე რუსული კანონი, მერე რაღაცა, მერე ეს დარბევა, ის დარბევა. აი, რა გახსოვს ისეთი, რასაც შენ არათუ ქვეყნის, არამედ შენს ცხოვრებაზეც რაღაც კვალი დატოვა? ნუ ორი იყო ეგეთი. ერთი იყო 9 აპრილი, 9 აპრილის ღამეს მე და ჩემი ძმა და მამა ჩემი, ანუ ისევ 4 ვიყავით მე ჩემი ძმა, მამა ჩემი, ბიძა ჩემი. ჩვენ წამოვედით სადღაც ალბათ ესე 2 საათი იქნებოდა, იმიტომ რომ იმ დღეს მე ჩემი ის იყო ველოსიპედით ვიკატავე ბევრი და კუნთები მტკიოდა და ვიწუწუნე ბავშვი რო ხარ ხო იცი რაღაცა და ხო და წამოვედი სადაც ალბათ 2 იყო ბიძა ჩემი დარჩა და მე მახსოვს უკვე ღამე დედა ჩემის კივილი სადარბაზოში მახსოვს რომ გავედი მაშინ გვალბახთან ცხოვრობდით და მახსოვს დასისხლენებული ბიძა ჩემი და ის ქონდა რომ ამოდიოდა ხელებ გადატყავებული და დედა ჩემს ეგონა რომ რაღაცა ჭირდა რომ რაღაცა დაჭრილი იყო რაღაცა ეგეთი იყო და მახსოვს რომ თქვა რომ ისა ბიძა ჩემის სიტყვები მახსოვს რომ ნიჩბებით დაგჭეხესო და ეს ხელები გადატყავებული იმიტომ ქონდა რომ ის ასასვლელი ქუჩები ჭავჭავაძეზე როგორც არის ხა ქვაფენილები იყო ხელები თქონდა ეს ქვაფენილები ამოყრილი რა და მაგისგან ქონა გადატყავებული ხელები რომ ეს ამ ქვებს ესროდნენ რა რუსებს მე მახსოვს შემეორე დილა გვალბახთან რო ჩავდიოდი ანუ მე ზემოთ ცხოვრობდი შატბერაშვილზე და გვალბახთან იდგა
ბეტერი, აი ჩადიოდი ქუთათელაძე, მე მგონი ის ქუჩა არ მახსოვს, ჩადიხარ და ეგრევე იდგა ბეტერი და ამ ბეტერზე წელნაშკებს რო ეძახიან ეს რაღაცა ზოლიანი ისენი, ვიღაცა ბინძური ისენი რუსები, რომლებიც აი ზუსტად ეგეთი ტიპები მე 2008-ში ნახეთ ზუსტად იგივე იდენტურად ამ ბეტერზე შემოждარები და ეს სიგარეტს რო ეწევდნენ, კალაშნიკოვები გადაკიდებული და ამრაზით რო გიყურებენ და რო ვერაფერს ვერ შვები, ეგზნობა დამჭა და ეგზნობა მქონდა მე გამეორდა 2008-ში ზუსტად, ანუ რაღაცა უსუსურობის და სასოწარკვეთილების გზნობა, როცა ვერაფერს ვერ შვები, რა. მეორე ეგეთი პროტესტი თუ მომენტი იყო ვარდების რევოლუცია, როცა ეხა კი არის ახლა ამაზე წარა, მაგრამ რუსთაველის პროტესტის კრიტიკა ისმის ხოლმე, რომ რაღაცა პროტესტი აღარ არის, მაგრამ ეგრე იყო, ანუ ძალიან დიდი რაოდენობა არც იქ არ იკრიბებოდა ყოველ საღამოს, მაგრამ ყოველ საღამოს ვიღაცები გავდიოდით და ვიდექით და ნუ ვარდების რევოლუციამ ჩემი აზრით პრინციპულად შეცვალა ეს ქვეყანა, ხა პატარა ასაკის ადამიანებს ეგ არ ახსოვთ რა იყო მანამდე და რა გახდა მერე ეს ქვეყანა, მაგრამ ვარდების რევოლუცია იყო საეტაპო მომენტი იყო, რაღაც ეპოქალური მომენტი იყო ამ ქვეყნისთვის, რომელმაც გადატეხა რაღაცეები და იდეაში რაღაცას დავემგვანეთ. მანამდე ვიყავით რაღაცა პოსტსაბჭოთა ჩამორჩენილი რაღაცა ტერიტორია, რომელზეც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც იმის უნარიც კი არ ჰქონდა, რომ ისე დაორგანიზებული იყავით, რომ რაღაცა წყალი ჰქონოდა, დენი ჰქონოდა, გაზი ჰქონოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არაფერი არ ჰქონდა რეალურად. ელემენტარულებზე იყო საუბარი. არაფერი საერთოდ, ანუ გარეთ ქვეყანაც კი არ ერქვა მაგას, რაღაცა წუმპეში ცხოვრობდით. შედარება არ არის, მაგრამ იმის თქვა კი არ მინდა, რომ 2003-ში იგივე იყო, რაც 99 დასაწყისში. ბევრად წინ წავედით, ახლა რაღაც კონსტიტუცია მივიღეთ 95-ში, რაღაცა სტამბოლში ხელი მოეწერა შეშეგულებას, რომ რუსების ჯარები უნდა გასულიყვნენ ამ ქვეყნიდან, იქ ბაქო ჯეიხანის პროექტი გაჩნდა, რაღაცები, რაღაცა ლარი, რაღაცა საკუთარი ვალუტა გავაძრეთ, რაღაცები იყო, რაღაც ელემენტები, მაგრამ ჯამში იყო ქვეყანა მაგას არ ქვია, რაც იყო, რაღაც ჭაობში ცხოვრობდით და გამოსავალიც არ ჩანდა და ეხლა რო უყურებ ხოლმე რაღაცა უიმედობა მაშინ უნდა გენახა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მამა ჩემი ყოველ დღე ჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად და ჩემ მეგობრებთან ერთად იდგა აქციაზე, მამა ჩემს ბოლო წამამდე არ ჯეროდა, რომ შევარნაძე შელა გადამდგარიყო და ეს ამბავი შელა დასრულებულიყო, იმიტომ რომ ეცინება და როვებოდი, მაიცავ თუ ძმა ხარო, აღარ მახსოვს რომელი წელს მეულებოდა, მაგრამ 60 რაღაცა. ფორმალურად მაინც იდგა. 76-78-დან ეგ არის ხა და თქვენ მაგ გონიათ ხა წავალ. ხო, ბევრს უკვე იპოჩი მოდიოდა ჩვენთან ერთად, რომ რაღაცა რომ მოხდარიყო, რომ რაღაცა შვილები დაეცვათ, რომ იმის რწმენა რომ რაღაცა ხა შევარნაძე წავა და აქ ხელისუფლება შეიცვალა, მაგ ეგ არ ქონდა. ბევრს თქვამს, რომ თეორიულადაც კი არ გჯეროდა. არა ხო, ანუ ხა მართლა 2003 რამდენი გამოდის წარმოედგინე 60 რომელში მოვიდა არის 16-18 თუ როდესაც მოვიდა შევარნაძე პირველ მდივნად და იმის მერე უმაგას უყურებდნენ პატარა იმის ეტაპის გარდა როცა რაღაცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად წავიდა და მე აქ უკვე გამსახურდია რომ გახდა მოკიდო რომ მოვიპოვე და გამსახურდა გახდა პრეზიდენტი და რაღაც რამდენიმე თვეში პუჩი და ისევ შევარნაძე გაიჩნდა მთელი ცხოვრება უყურებდა მაგას და მაგის წმენა რომ ეს კაცი შევავდეს მე წავიდეს არ ქონდა მაგრამ ნუ მოხდა ეგრე. არც მამა ჩემს და ნუ ბევრს არ ქონდა რა, მაგრამ და არც კიდე გავიმეორებ ყოველ დღე რაღაცა ის არის იყო 100,000-ობით კაცი არ იდგა. მაგრამ ჯამში იმან რომ ვიღაცეები იდგნენ პრინციპულად და ფეხს არ იცვლიდნენ და ეს ხდებოდა ყოველდღიურად რაღაცა, მაგრამ მოიტანა ის რომ რაღაც მომენტში იფეთქა და ხალხი გამოვიდა და რა მოვიგეთ. ვერ შეადარებ ახლა დღევანდელ რეჟიმს შევარნაძის ხელისუფლებას ცადა დედამიწა, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ სადაც მაშინაც ესეთი უიმედო განცდა იყო მოსახლეობის საკმაოდ დიდ უმრავლესობაში, მაგრამ დასრულდა ეგ ამბავი მაინც. მინდა გაიხსენო ის პერიოდი, როდესაც გირჩი შექმენი და უფრო იმ კუთხით, რომ თავარი მიზანი რა იყო შენთვის გირჩი რომ შეგექმნა, გარდა იმისა, რომ ეს ბევრჯერ გითქვამს, მე მაინტერესებს როგორ უყურებდი, რომ იყო ეს დაუშვათ შენთვის იარაღი, რომ გებრძოლა და რაღაც კონკრეტული ქმედებები განგეხორციელებინ, რასაც დაუშვათ მაგის გარეშე ვერ იზამდი, თუ რაღაცა უბრალოდ გინდოდა ახალგაზრდები გაგეზარდა, ანუ თუ რომ არ შეგექმნა, რას შეიძლებოდა გექნა და შენ როლს როგორ დაინახავდი მაგ ყველაფერში, აი საჭიროება საიდან წამოვიდა, ასე ვთქვათ, ეგ უფრო მაინტერესებს. იდეა ის იყო, რომ რაღაცების გაკეთება მინდოდა, რისი გაკეთების საშუალებაც
არ მქონდა მაშინდელ ნაციონალურ მოძრაობაში, მაშინ ამის ახსნა ალბათ ვერ შევძლებდი რომ გეკითხა რაღაცა რა მინდა ესე არტიკულირება რთული იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი რომ აჩვენა რის იკეთება მინდოდა მე და ყველას გასაგებია რომ ეხლა რასაც მე ვაკეთებდი იმას ნაციონალურ მოძრაობაში იმას ვერ გააკეთებდი. მაშინ ჩემი მიზანი უფრო ის იყო რომ იდეოლოგიური თვალსაზრისით მე ისიც მჯერა რაღაცა ეგ იდეები გამევრცელებინა და რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გამეხარდა გასაგები, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე მჯერა რომ ეგ არის ერთადერთი სწორი გზა რომ ნებისმიერი ადამიანების საზოგადოება გინდა ეს ქვეყანა, გინდა სხვა ქვეყანა სწრაფად განვითარდეს და რაღაცა პროგრესის გზაზე დადგეს და მათ შორის სამართლიანობა იყოს და კანონის უზენაესობა და ასე შემდეგ. ეგ მიზანიც იყო რომ ახალი ხალხი რაღაცნაირად შემოიყვანა ამ პროცესში რაღაც თვალსაზრისით რაღაცებს მაქედან მივახციე, თუმცა რაღაცები მე შემეცვალა გზაში. მაგალითად ის წმენა ეს მithkoms ბევრჯერ ის წმენა რაც მაშინ მქონდა რომ თავარი ადამიანებს ელაპარაკო და აუხსნა რაღაცები და გააგებინებ რა არის სწორი, რა არის არასწორი. ჩემი განმოსახედიდან იმდენად მარტივ რაღაცა მგონია ეს ამბავი რომ ჯეროდა მაგისი რომ თავარიად რაღაცა შევძლო რომ ელაპარაკო რაც შეგვერა ადამიანს და გავაგებინებ. ლაპარაკის წვენა და კარგია. საბოლოო ჯამში ჯეროდა იმისი რომ ადამიანებს აქვთ მასიურად შეიძლება გააგებინოთ რომ ის ამბავია თავისუფლების არსი რა არის და როგორც კი ამას გაიგებენ თავისუფალი საზოგადოების აშენება გახდება გაცდებით უფრო მარტივი. მაგრამ ეხა გამოცდილებიდან გამომდინარე ნაკლებად ჯერა მაგის და უფრო გადავიხარე იმისკენ ისიც ჯეროდათ ამერიკის დამფუძნებელ მამებს რომ ადამიანები არიან ისეთები როგორებიც არიან შორის ეს ხედვები რასაც მე რაღაცა იდეოლოგიურ ხედვებს ვეძახით მრავალფეროვანია სხვადასხვა საფუძვლებიდან მოდიან სხვადასხვა რაღაცების ჯერათ ამიტომ არ არის ეგეთი მარტივი ამბავი რომ ყველას დააჯერო გააგებინო რა არის თავისუფლების არსი. ამიტომ მიდიხარ იქამდე რომ როგორ დაიცვა საბოლოო ჯამში თავისუფლება, როგორ დაიცვა ის რომ საზოგადოება იყოს თავისუფალი და მანდ მიდიხარ კონსტიტუციურ შეზღუდვებამდე და ძალაუფლების დანაწილებამდე რაც გვაქვს ხა ჩვენ პრობლემა რომ ამ ქვეყანაში ტრადიციულად ვიღაცა იგდებს ძალაუფლებას ხელში და მე არ უშვებს ხელიდან აი მაგის ჩამკეტი მექანიზმი. ყოველ შემთხვევაში ამერიკაზე უკეთესი ექსპერიმენტი მაგ მართლებით კაცობრიობას არ ახსოვს ჯერჯერობით. ეხლა ვნახოთ რა იქნება ტრამპის ამბავს როგორ გაუძლებს ამერიკა. იქნება ყველაფერი მაინც ასაკის ბრალია, რატომაც ამბობენ და უფრო ესე მიიჩნევა, ხშირ შემთხვევაში გეუბნებიან, რომ ახალგაზრდები გისმენენო, ახალგაზრდებისთვის ბევრად მარტივია რაღაც ის გაგება და სანამ დაუშვათ რაღაც კონკრეტული აქვთ ჩაბეჭდილი და 40 წელი რაღაც კონკრეტული ერთი ხედვით არ აქვს ადამიანს ნაცხოვრები, მაშინ როცა იყალიბებს ამ ყველაფერს, მეც ერთ-ერთი მეგობარი რომელსაც 15 წლის ასაკში დავიწყე, რა გირჩის და შემოსმენა და მაგიტომ ამბობ რაღაცეები რა ჩამომიყალიბ და უკვე კი ახალგაზრდები გაცილებით ისინი არიან გახსნილები არიან ახალი იდეებისადმი აინტერესებთ თან ეგეთი რაღაცეები ბევრად უფრო გისმენენ ფიქრობენ რაც შორის ჩემს ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს შემდეგ ყოველ შემდეგ თაობას უფრო მეტად აქვს ალბათ კრიტიკული აზროვნების უნარი, იმიტომ რომ წინა თაობებში საბჭოთა განათლების სისტემა მაგ კრიტიკული აზროვნების უნარს მიზანმიმართულად კლავდა. პლუს ასაკში როცა არის ადამიანი და რაღაცა რწმენით და რაღაცა მორალით აქვს ნაცხოვრები არ არის მარტივი ამ რაღაცეების შეცვლა საუბრით. მე მიცდია მამაჩემი ალბათ ყველაზე კარგი მაგალითი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დრო ლაპარაკში მამაჩემთან აქვს გატარებული, რომ რაღაცეებში დამერწმუნებინა. და ბევრი რაღაცებში გამოვა პრინციპში, მაგალითად ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, აი რა მე რო აქ ვიყავი, ის აქ იყო, მაგრამ ლაპარაკის შედეგად გაიგო რატო ჯერა იმის ჯერა და გაიჯერა მამაჩემის ამიხსნია მაგალითად საპენსიო სისტემა როგორ უნდა იყოს მოწყობილი და რავი გაიგო რომ ეს პენსია რომელსაც სახელმწიფო აძლევდა ეს რაღაცა სადღაციდან ჰაერიდან არ მოდის სინამდვილეში მე და ჩემნარები ვიხდით რაღაც გადასახადებს და მე ეს გადის გზას და უბრუნდება მას და უხსნით რომ ჯობია რომ მე ნაკლები გადასახადი გადავიხადო უფრო მეც მივცემ ვიდრე ის რომ ეს წავიდეს და გზაში დაიტოვონ ვიღაცებმა რაღაცა ნაწილები და მე იმან მიიღოს ისასაც იოს ანუ ბევრი ეგეთი რაღაცები ამიხსნა მაგრამ იყო რაღაცები რაც ისე წავიდა ქვეყნიდან რომ ვერ დავაჯერე. ნუ რაღაც მომენტში შევეში, სიმართლე რო გითხრა, იმიტომ რომ პროთ მივხვდი რომ ძალიან ვაღიზიანებდი, მაგრამ და რაღაც ნერვებს უშლიდი, მაგრამ
რაღაცები არის, რაც ადამიანებს ეგეთ ასაკში აქვთ წმენის დონეზე უკვე. მთელი ცხოვრება რომ რაღაციც გჯეროდა და ეგრე გაქნა ცხოვრები და მე უცებ ვიღაცა მოდის და რაღაც ურუთი ამას ყველაფერს ანგრევს. რაღაცნაირად მთელ შენ ცხოვრებას ესმება ხაზი. გამოდის რომ მთელი ცხოვრება სიცრუეში გიცხოვრია. ხო და ჩემთვის რაც იყო ტრაგიკული ამბავი იყო ის რომ სტალინისტად დარჩა მაინც ბოლომდე. ხო, ნუ რავი, მაგნაწიში ვერაფერმა რა არ ვცადე, ფაქტების დადება, რავი, რა არ ვცადე, ყველაფერი მაქვს ნაცადი, მაგრამ ანუ ის თვლიდა რომ მე ვიყავი შეცდომა შეყვანილი, რომ მე არასწორი ინფორმაცია მქონდა. დღეს არის 20 მაისი, სამშაბათს წართ ამ გადაცემას 2 დღით ადრე სანამ პროცესი გექნება. იმ ყველაფრის ფონზე, რაც შენ გაიარე და რაც გირჩი თან მანამდე ზოგადად ამ ცხოვრებაში გიკეთებია, მათ შორის თავისუფლებისთვის, მათ შორის ამ ქვეყნისთვის. მე მაინტერესებს, როგორ უყურებ ამ განვლილ პროცესს. იყავი თუ არა თავის დროზე ამისთვის შეგუებული, ან თავშოთ თავის დროზე თუ წარმოგედგი. ნარო შეიძლება და ბოლო ეტაპი ეს ყოფილიყო, აქამდე მოსულიყავი და ამ გადმოსახედიდან რას ფიქრობ, ის ყველაფერი რაც გავიარეთ, ღირდა, არ ღირდა, რამეს ნანობ თუ არ ნანობ, აი რამე ნაბიჯ შეცვლიდი თუ არ შეცვლიდი, რომელიმე ქმედებას მაგალითად, რაღაცა რო სხვანაირად გაგეკეთებინა, იქნებ რამე სხვანაირი ყოფილიყო. არ ვიცი, ხა ეგრე ჩაუღრმავდე და რაღაცა კონკრეტული ძირითადი მომენტები ამოკრიფო, რაც ჯამში აქ ვიკეთებია. რაღაცებზე, რაც ვიკეთებია, იმას ალბათ არაფერს არ შევცვლიდი. შეიძლება კიდე რაღაცები მოგაფიქრდეს და იფიქრო, რომ აი რაღაცა ესე რო გაგვეკეთებინა, ისიც რო გაგვეკეთებინა, ეგეთი, მაგრამ მაგას ხო აზრი არ აქვს. ჯამში რა გზაც გავიარეთ, რა, ჩემთვის საინტერესო იყო. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო. შეიძლება უამრავი ადამიანი ცხოვრობს და ისე გალევს საკუთარ ცხოვრებას, რომ ამის რა ვიცი, მე ასედიც კი არა აქვს გამოცდილების სახით საკუთარ ცხოვრებაში. ამიტომ მე მაყოფილი ვარ. იმითი რაც გვიკეთებია აქ ყველაფრით. აქამდე მივიდოდი თუ არა, არ ვიცი, ჩვენ რაღაცნაირად ამ რაღაცა რისკის იმაზე, ზღვარზე სულ დავდიოდით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე გამოვიდა, როცა დავიწყეთ მაშინ არც ვიცოდით საბოლოო ჯამში რა და როგორ უნდა გვეკეთებინა და ერთადერთი რასაც იყო ის იყო რომ რაღაც 1000 რაღაცებს ვცდიდით, ამასაც ვცდით, იმასაც ვცდით. მე რაღაცნაირად ისე აღმოჩნდა რომ ამ ისეთ რაღაც სისტემასთან ისეთ დაპირისპირებას, რომელიც რაღაცა სიგიჟის ზღვარზეა, მოაქვს რაღაცა ეფექტი, ყურადღება მოაქვს და ეს ყურადღების მომენტი გაძლევს საშუალებას რომ ადამიანებს აუხსნა რაღაცეები, ხო, რაღაცა მაგალითად კანაფი რო დავთესეთ, რაღაც თელი ამბავიო, ხო, მაგრამ მე ეს ადამიანებს უხსნით, რატო გავაკეთეთ ეს, რომ ეს არ არის არც კანაფზე და არც მოსაწევზე და არაფერზე ეგეც არის, ამდენში არის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებაზე, რომ ჩემი თავია, ჩემი სხეული, ჩემი სხეულია, ჩემი სიცოცხლე, ჩემი სიცოცხლეა და არავის საქმე არ არის, მე თუ სხვა ზიანს არ ვაყენებ, თავი გამანებეთ რა, როგორც მინდა ისე ვიცხოვრებ, მათ შორის იმის უფლებას მაქვს, რომ საკუთარ თავს ზიანი მივაყენო. თუ მაგ უფლებას მიზღუდა, ეგ ნიშნავს, რომ თავისუფლება აღარ აქვს და თავისუფლების თელი შინაარსი ეგ არის, რომ თუნდაც შეცდომის დაშვების უფლება უნდა გქონდეს და რაღაცნაირად ეს ადამიანმა გაიგეს მაშინ ისეთ ხალხი დაფიქრდა ამაზე, ვისაც არასოდეს ეგეთ რაღაცაზე არ უფიქრია და ჩვენ სულ რაღაცნაირად მაგ ზღვარზე დავდიოდით და даже კორონას პერიოდშიც კი ისეთი რაღაცები ვაკეთეთ, რომ სულ ზღვარზე ვიყავით. მერე გართულდა ბევრად გართულდა ეგეთი რაღაცების კეთება, იმიტომ რომ რეჟიმი გახდა სულ უფრო და უფრო რეპრესიული და რაღაცები ისი კეთებაც ადრე ზღვარზე სიარული იყო, ეხლა გარანტირებულად ნიშნავს იმას, რომ ციხეში მოხვდები. თუმცა ეხლა რაც ხდება ჩემთან მიმართებაში, რავი, მე თავიდან ვამბობდი, რომ რაღაც პრინციპული ამბავია, იმიტომ რომ ჩემთვის ეს პარლამენტის ასაც ეძახიან ეს კომისია, რომელიც მე პარლამენტმა შექმნა, ჩემი დაბარება ამ კომისიაზე, რაღაც როცა საერთოდ არანაირი თანამდებობა არ მკავებია და არაფერთან ეგეთთან რაღაც გადაწყვეტილების მიღებასთან მე შეხება არ მქონდა არაფერი. ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი მასკარადი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ადამიანების თვალში გამოჩნდეს, რომ შენ უბრალოდ ხარ მორჩილი. ის მათ ხელში არის ძალაუფლება, რასაც უნდა იმას იზავენ და მათ შორის შენც გაგაკეთებინებენ, რაც უნდა იმას. ანუ შეუძლია თქვა, რომ ეხლა ჩვენ, რავი, მიიღონ რაღაც კანონი და თქვა, რომ ეხლა შენ უნდა რაღაცა ესე, არ ვიცი. ტიტულმა უნდა იარო ყოველ დღე
და ადამიანებს უნდა დაანახონ, რომ შენ ამას დაემორჩილები და თუ არ დაემორჩილები, გეუნებიან ჩაქვსამ ციხეში. იგივე ეგ განმიშობა. და დაბარების მიზეზად რა შეგიწევს ეგეთ? ჩემი დაბარების მიზეზი იყო ზოგადი, რომ აინტერესებთ კომისიას აინტერესებსო თქვენი აზრი 2004-2012 წლებში რაღაც ადამიანის უფლებებთან გაკავშირებითო რაღაც ეგეთი რაღაცა ჩვეულებრივ იყო. იმიტომ რომ მაგას შინაარსი არ აქვს. მიზანი რაც არის ის რომ უნდა დაანახონ პირველ რიგში მიხვალ არ მიხვალ ხადამჭერებს რომ აი კაცო რასაც ვეტყვით იმას იზავენ თუ არ იზავენ და ჩავსამ ციხეში რასაც ვინა იმას უზამთ იმიტომ რომ ჩვენ ხელში არის ძალაუფლება ხო და ანუ სიყალბე არის ეს ყველაფერი არის ტყუილი და მე მგონია რომ ეგ არის პრინციპული ამბავი რომ ამ ტყუილში მონაწილეობა არ მიიღო რას ართხეც არ უნდა გემუქრებოდეს ამიტომ იყო თავიდან ვიძახდი რომ მე არც ეს ლარს გირავსაც არ ლარი რო ყოფილიყო გირავ იმას არ გადავიხდიდი მან მოცულობას ნიშნულობა არ აქვს ხო და რაც გადაწყვეტენ არ ვიცი მაგრამ ნუ ხა რასაც ვისაც ველაპარაკები იურისტებს ადვოკატებს ნუ ყველას მოლოდინი ეგ არის რომ რადგან აღკვეთის ღონისძიების ამ ზომას არ დავემორჩილე შესაბამისად უფრო მკაცრი ზომა უნდა მიიღო სინამდვილეში მაგის არანაირი საფუძველი არ არსებობდა თავიდანვე ჩემი ის იყო რომ არ არსებობს საფუძველი რის გამოც რამე აღკვეთი ღონისძიება უნდა გამოიყენო ჩემთან მიმართებაში, იმიტომ რომ ამ საქმეში არ არსებობს მოწმოები, რომელსაც მე შეიძლება რაღაც გავლენა მოვახდინო, არ არსებობს მტკიცებულებები, ან ვიძახი ვარ მივედი, არ უარყოფ. რა უნდა გავაფუჭო? ხო, არასდროს არ გავრბივარ, რა, პირიქით. ქვეყნის გარეთ ვიყავი, როცა დამირეკეს, ჩამოვედი, იმის მერე წავედი, ჩამოვედი, თვითონაც ხო იციან, რომ არ გავრბივარ, ხა რა თქმა უნდა მაგას ისა. მაინც დიდი ისა. ხო და არ არსებობდა საფუძველი, მაგრამ ეგეც ის არის, ანუ მათი თამაში ეგ არის რომ არა იმიტომ კი არა რომ საჭიროება არსებობს იმიტომ რომ უნდა დაგამციროს უნდა აჩვენოს რომ ემორჩილები ხო და ნუ პრინციპული ამბავი მგონია რომ არ უნდა დაემორჩილო ოჯახი როგორ უყურებს შენი დაკავების ამბავს ნატა დედაშენი ბავშვებმა რა იციან დედაჩემმა იცის და ნატა მიცის ჩემმა ძმა მიცის ბავშვებმა ჯერ არ იციან ამ დღეს ან ხვალ უნდა დაველაპარაკო ნუ დედაჩემი ნერვიულობს იმ გაგებითო ჯერ თვითონ ძალიან ცუდად არის ასაკშია და ბევრი რაღაცები აწოხებს უკვე და პრაქტიკულად ლოგინში არის მუდმივად ნუ ნერვიულობს რა ვიცი ჩემზე ცალკე ნერვიულობს მე საკუთარ თავზე ნერვიულობს თვითონ როგორ რომ ამ ჩემზე ნერვიულობის გამო რომ რამე არ დაემართოს და ასე შემდეგ ნატა ნუ რავი მაქსიმალურად არ იმჩნევს ხო მაქსიმალურად არ იმჩნევს მაგრამ ნუ კიდე გამომდინარე რომ ვიცნობ ვიცი რა ტიპიც არის ძალიან ნერვიულობს მაგრამ ნუ რა ვიცი მე იმდენად კარგადაც ვიცნობ რომ ვიცი რომ გაუძლებს რა ანუ ისეთები აქვს ჩემთან ერთად გამოვლილი რომ ოდნავ ეჭიანო პარვა მაგაში რომ გაუძლებს ბავშვები არ ვიცი კოსტა არის რომელიც ალბათ ყველაზე რთულად გადაიტანს და ძალიან მოწებებულია ჩემზე ბევრი თვალსაზრისით ორი დღითაც კი რო გავდივარ საქართველოდან ამბავი აქვს უკვე საღამოს დაძინებაზე იმაზე ამაზე ანუ მე მithოს დანარჩენი რა ვიცი ნახოთ რა იმ ადამიანებს რას ეტყოდი ვინც ამ პერიოდის განმავლობაში გვერდზე შემოიკრიბა და ვინც შენთან ერთად იბრძვის, ეხლა წარმოიდგინე იმ გადმოსახედიდან, რომ ამას ნახავენ, როცა უკვე დაკავებული იქნები, იმ შემთხვევაში დაკავებული იქნები. ზოგადად, რაც მათთან ერთად გაიარა და იმის ფონზე. გუშინ რუსთაველზე ქონდა ეგ ამბავი. ერთი ამბავი ეგ იყო, რომ ვიღადავდი ვიცი და პანაშვიდია მეთქი. გამოტირება გამოსა. საათითად მოდიოდი. მოსწრებაზე რა ვარ ყველაფერს. ხო, აუ ძალიან ის იყო იქ ერთი მოხუცი ქალი არის ერთი სოხუმიდან დევნილია რა. ყოველ დღე დადის და ერთი ორჯერ მელაპარაკა და ორივეჯერ ცრემლებამდე მიმიყვანა რაღაც ისეთ ერთი რო ჩავის საკუთარი რაღაც ისტორია რომ მომიყვანა მეორე რო გელაპარაკება და იმდენად შეგნებული ადამიანია და იმდენად დეტალებში ესმის რა ხდება და სადავარ და რაღაცა რომ გიხსნის ამას ძალიან ისე და გუშინ რა დამიჭირა და შემიხელი ეჭირა ხელში რაღაცას და მეუბნება რომ შეზევნერიულობ და რომ ახსენდება რა ცხოვრება გამოვლილი ანუ წარმოიდგინე სოხუმში დატოვებული ყველაფერი და რაღაც თავის პირად ტრაგედია ისა და მე მეუბნება შეზევნერიულობ და ხავში და ჩემზე რას ნერვიულობ თქი რა და ჩავსავე და გამოვალ თქი არის ჩემზე არის ნერვიულობ და მაგრამ ნუ ძალიან ის იყო და ერთი ეგ იყო რომ რაღაცა პანაშვილის ამბავი იყო რომ რაღაცა
და მეორე ამბავი იყო რომ რა ვქნათ მეკითხებოდი და რა ვქნათ რასაც შევით ეგ უნდა ვქნათ რა რუსთაველზე ვინც დადის უნდა იაროს რუსთაველზე რაც მეტი იulis მით უკეთესი მარშებზე ვინც დადის უნდა იაროს მარშებზე და მარშებით რაც მეტი იქნებოდა რაც უფრო ფართო მასშტაბიანი იქნება მით უკეთეს თუ ვინმე ახალ პროტესტს მოიფიქრებს უნდა აკეთოს პროტესტი ვინც გარე ფრონტზე მუშაობს და ჩვენ რაღაც ჯგუფი გვაქვს ერთად ვაკეთებდით ისინიც გააგრძელებენ იგივეს კეთებას უნდა გავაგრძელოთ წინააღმდეგობა ნებისმიერი ფორმით ერთადერთი რა პრობლემასაც მე ხედავ და ხვალ მინდა სალომესთან მივიდე და მე თვითონ თხოვე რომ მინდა მეთქი მოსლამეთქი იმ ფორმატში და მინდა დაველაპარაკო არის ის რომ სალომეს პოზიცია ყოველთვის იყო ეგეთი რომ რაღაც რაზეც შევთანხმდებით ის უნდა ვაკეთოთ ერთად და რაზეც ვერ შევთანხმდებით რა ვისაც რა უნდა ისაკეთოს ეს რაღაცა დაპირისპირებებს ხედავ ეხლა რომელიც ჯერ კიდევ არაფეთქებულა ბოლომდე მაგრამ თანასახში თუ არ მოისპო პრობლემებს გააჩენს რა ჩემი აზრით რაღაცებზე რაზეც შევთანხმდებით ყველა ერთად გავაკეთებთ ყველა ერთად რაზეც ვერ შევთანხმდებით ვინ შეთანხმდება ვისაც რა უნდა ის უნდა აკეთოს ერთადერთი სწორი სტრატეგია არის ეგ ყველაფერზე ყველა ვერ შეთანხმდებით ეგ არის ცხადი ყველაფერზე ყველა კი არა ცოტა რაღაცებზე თანხმდები და მან ხედავ პრობლემას ბევრად მეტ რაღაცებზე უნდა თანხმდებოდეთ ხო ამიტომ თუ რამე შეიძლება რადგან მე რენახავენ ჩემგან რა შეიძლება იყოს თხოვნა რომ ამას მიაქციონ ყურადღება არის ის რომ ეხლა არ არის ერთმანეთში კონკურენციის და ერთმანეთის ჭამის დრო რაღაცებზე შევთანხმდეთ და გავაკეთოთ ერთად რაზეც ვერ შევთანხმდებით თუ ვინმე რამეს გააკეთებს ერთმანეთს რაღაცა ინიციატივას და ენთუზიაზმს ნუ ჩაუკლავთ ტვინის ჭამით ეს სოციალები უბიძგებს მაგისკენ ადამიანებს რომ გადაუვარონ ერთმანეთს და შეჭამონ და გამოშიგნონ და დაატკეპნონ და ხო და არასწორია ეგ ამბავი რა რას ფიქრობ მომავალზე? აი როცა მომავალი სიტყვა გესმის რა არის შენთვის მომავალი? არა ხვალინდელი დღე, არამედ უფრო შორეული მომავალი. ხო, აი პრობლემა ეხა რეალობაში ეგა რომ აიზამით შორს ვერ უყურები. ეს რეალობა არ გაძლევს იმის საშუალებას უგზელვადიანად რაღაცების დაგეგმაზე იფიქრო. გინდა მათ შორის პირადი ცხოვრება იყოს და გინდა რავი პროფესიული საქმიანობა თუ რაღაცა იმდენად გაურკვეველ გარემოში ვართ შიგნითაც და გარეთაც სხვათა შორის მარტო ქვეყნის შიგნით არ არის ამბავი. რომ ძალიან რთულია რაღაცები ზუსტად წარმოიდგინო რომ ესე განვითარდება მოვლენები და შესაბამისად რაღაცა ესე უნდა დავიგეგმო. ხო, ამიტომ მაინც შორს ვერ ვიყურები. კონდეს ახლა არა მაქვს кайხანი ესე ვარ, რამდენიმე წელია, მაინც შორს ვერ ვიყურები. ხო, არ ვიცი რა რაღაცებზე რომ ფიქრობ ორი რამე მაქვს ერთი არის ეს რაღაცა პოლიტიკური რეალობა, როგორ შეიძლება შეიცვალოს და რაღაც რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით იმისა, რასაც ახლა ვაკეთებთ იმ რესურსების გათვალისწინებით, რა რესურსებიც არის იმ რეალობის გათვალისწინებით, რაშიც ვართ. მოგწონს არ მოგწონს ეს ხალხი ვართ, ვინც დღეს 2025 წელს ვართ ცოცხლები ამ ქვეყანაში. ეს ხალხია, ვინც არის პოლიტიკაში, ეს ხალხია, ვინც არის სამოქალაქო სექტორში, ეს ხალხია, ვინც არიან აქტივისტები. სხვა ხალხი ამ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი გასაკეთებელია, გინდა არ გინდა ისაც არის გასაკეთებელი და ეს რეჟიმი არის დასამხობი. ამ გზით იმ გზით ჩემს სულ ერთია, როგორ მივაქვს მაგამდე. ერთი ნაწილი ეგ არის და მეორე ნაწილი არის რავი, შვილებზე ფიქრობ ისე როგორც ნებისმიერი სხვა ასიზავენ როგორ იქნებიან. რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც მეტნაკლებად ნიჰილიზმმა მოიცვა და აი რაღაცეებზე ფარხმალი აქვს დაყრელი, გამოცოცხლებას ცდილობენ, თავში მიზეზებს ეძებენ და ასე შემდეგ. მე ძირითადად რასაც უყურებ საკმარისი ადამიანები არიან, ვინც გაბრაზებულია და ვინც არაპირებს გაჩერებას. ეხლა რუსთაველზე ყოველ საღამოს შეიძლება ხედავენ, არ ვიცი, 1000 კაცს, მაგრამ რეალურად 1000 კაცი არ არის. ფერად მეტია, იმიტომ რომ მე ვცდილობ, რომ როცა შანსი მაქვს ყოველთვის გავიდე და თითქმის ყველა ვიცი ვინც დადის და ხედავ რომ ყველას თავის გრაფიკი აქვს. ჯამში რამდენიმე 1000 ადამიანი არის, ვინც რეგულარულად რუსთაველზე მოძრაობს. ყოველ დღე ძალიან ცოტა გადის. დიდ ნაწილს თავისი განრიგი აქვს, როცა ახერხებს, მაშინ გამოდის. სხვადასხვა დღეებში ან ერთი დღის გამოტოვებით, ან ასე ან ისე. ადამიანები, რომლებიც მაგაზე წერენ, რომ რაღაცა არაფერი ესე არ გამოვა და რაღაცა მეცეთ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ წერენ და მეც არაფერს არ აკეთებენ. ყველა ის ადამიანი, რომელიც მაგას წერს, რომ ესე არაფერი არ გამოვა, ყოველდღე რომ გამოდიდეს რუსთაველზე არ იდგება 1000 ადამიანი და იდგება 5000 ადამიანი ყოველდღე, რომელიც პრინციპულად შეცვლის რეალობას.
ხო და ამ ბრძოლაში მე არ მაქვს იმის განცდა რომ რაღაცა ყოველ დღე სადღაც 100,000 კაცი გამო ეს შეუძლებელი ამბავია არსად არასოდეს ეგეთი რამე არ მოხდარა თავარი არსებობენ ადამიანების რაღაცა მასა რომელიც არ ეპუება ამ რეალობას და ყველა ისე იბძვის როგორც შეუძლია მარტო რუსთაველზეც არ არის ახ ბევრი ადამიანი რომელიც რუსთაველზე არ იდეს მაგრამ რაღაცა საკეთებდეს იმისათვის რომ ამ რეჟიმს უწევდეს წინააღმდეგობას შეიძლება იმეილებს აგზავნიდეს სადღაც ყოველ დღე და ვიცნობ ეგეთ ადამიანებს ისეცაც ვიცნობ რომელიც რუსთაველზე დგას და იმეილებსაც აგზავნის ანუ სხვადასხვანაირი ფრონტის ხაზებია მოდი ესე ვთქვათ და ძალიან ბევრი ადამიანი ამ რაღაცებში ჯამში ჩართული და რა ვიცი მე მაქვს უამრავ ეგეთ ადამიანთან კომუნიკაცია ხო ამ ყველაფერს თავი დაანებო ნიჰილიზმი გამოსავალი ხო არასოდეს არ არის აი რო ჩამოუშხელები და არის და მე რა შვები ამ რას აპირებ ოღონდ იმ გაგებით ვამბობ რომ თუ იმ დათქმით ვამბობ რომ თუ ამ ქვეყანაში აპირებ ცხოვრებას თუ აპირებ ცხოვრებას და თუ ფიქრობ რომ შემაშურებას ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ ხა თუ გაქცევას ფიქრობ ეგ სხვა რეალობაა თუ გაქცევას ფიქრობ მაშინ რავი მაშინ გაიქეცი და რავი მაშინ შეეშვი იმების ნიჰილიზმის დათესვას გაიქეცი და წადი და მიხედე თავს და რავი ეგეც ხა ჩემთვის თავისუფლება არის ამოსავალი ნებისმიერ ადამიანის რავი ეგეც არჩევანია რა და ვერავის ვერაფერს ვერ დააძლევს მაშინ პირიქით რა სეტყოდი იმ ადამიანებს რომლებიც იბრძვიან არ ჩერდებიან და აგერ 170 დღე არც ერთხელ არ დამიწერია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ერთი რაღაცა გამამხნევებელი და პოსტი და რაღაცა შეძახილებით რომ აბა ხალხი მე არ მგონია რომ ხალხს რამე გამხნევება ჭირდება რა ყოველდღე ველაპარაკები მართლა რუსთაველზე მისდგანან იმ ხალხსაც ვინც რუსთაველზე არ დგას მაგრამ რაღაცებს აკეთებს იმ ხალხსაც არავის არაფრის გამხნევება არ ჭირდება არც იმის ახსნა არ ჭირდება რატო არის აი ზუსტად იცი რატო გამოდიან იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ სახში დარჩებიან მე რა ხდება მაგაზე არ აქვს პასუხი და გაქცევა არ უნდათ ანუ ეს ხალხი ვისაც გაქცევა არ უნდათ ვისაც ჯერა რომ ჩვენ ჯამში ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ შეგვიძლია კარგი ქვეყანა ავაშენოთ და დაუტოვოთ ნუ კარგი რა ახლა ჩვენ ჩემი სიცოცხლის იმაში ხა შვეიცარიას ქვეყანა ვერ გახდება, მაგრამ უკეთესი შეიძლება დაუტოვო საკუთარ შვილებს და რა მე შეიძლება იმათო გააგრძელონ და კიდევ უკეთესი და რა ოდესღაც შეიძლება შვეიცარიას უკეთესი ქვეყანას გააკეთო. მაგ წვენით არის ყველა, გაქცევა არ უნდათ და ჯერათ საბოლოო ჯამში ეგ წვენა არ დაუკარგიათ, რომ ჩვენ ამ ქვეყანას შეგვიძლია რაღაცა კარგი გავაკეთოთ და მე რა უნდა აუხსნა, რა უნდა უთხრა. აბა ბიჭებო ხარ. სახში არ დარჩეთ გავდით, ის უნდა უთხრა რა ემასწრებელი. Okay. სენტიმენტები არ გიყვარს ვიცი და ამიტომაც აღარ გადავეშვები არანაირ სენტიმენტებში. ბოლო კითხვა მაქვს, გვეშველება რამე? კი, კაცო. ანუ მან კითხვა არის ჩემი აზრით როდის. თორე, ბევრი ეთერში მომიწეხა ამაზე საუბარი, მაგრამ ჯამში ჩვენ გადავრჩებით როგორც ქართველები და გადავარჩენთ ქართულ სახელმწიფოს. ეს ქვეყანა ვერ გარუსტება. ჩვენ გვაქვს ისეთი რაღაცები, რასაც ვერავინ ვერ შეცვალა საუკუნეების განმავლობაში ვერავინ ვერც ერთმა დამყოფელმა ის რომ ჩვენ გვაქვს ვეფხისტყაოსანი, ის რომ ჩვენ ყავდა ილია ჭავჭავაძე, ის რომ ჩვენ ყავდა ვაჟა ფშაველა, რა უნდა ქნა? ამას ხო ვერ წაშლი, ვერ საიდან. შეუძლებელი ამბავი, ამიტომ როგორც არ უნდა გაგვიღუნონ ეხლა მორალი ამ რეჟიმმა და როგორც არ უნდა ეცადონ რომ მოახდინონ იმის ნორმალიზება თითქოს არ ვიცი ფეხზიმე ქალთან და პატარა შვილიანთან სახში პოლიციის შევარდნა არის ნორმალური ან თითქოს ვიღაცა ნიღბიანი მუტრუკი რომ პატარა გოგოს ცემს ეგ არის ნორმალური და ასე შემდეგ რაღაც მარას რასაც უყურებ ეგ ვერასოდეს ვერ გახდება ჩვენი მორალი ისინადეში არ გარუსება ნიშნავს მაგას რომ ეგ მორალი ჩვენთვის არის მიუღებელი ჩვენი მორალი გვაქვს და მორალს აქვს თავის საფუძვლები და ეს საფუძვლები ნუ ყარია დღემდე მოვედით ის რომ ვერავირაფერი ვერ უქნა აი ჩემთვის ეგ წვერის ამბავია რომ გძელადიანად შეუძლებელია ეგ ამბავი ამ კითხვა არის როდის გავუშვებთ რუსებს ხელისუფლებიდან და დაუბრუნდებით იმას რაც არის მართლა ჩვენი ნუ მაგ კითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს ერთ კვირაში ვარ იქნება ორივეს ხედავთ არა იქნება აუცილებლად ოკეი მადლობა შენ წერილებს დავწერ ხოლმე მე რა გავაზაჯო წარმატებები მორჩით